ძალიან ძლიერი საქართველოს წევრი იურისტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში 5 საათზე მეთხანს გაგრძელდა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. კვირაში 2-3 ჯერ ვუყურებთ პროცესს, რომელიც ეგრეთ წოდებული საბოტაჟის და როგორც იურისტებმა დაარქვეს, ჟესტების ჩადენილი დანაშაულის საქმეზე მიმდინარეობს. დღეს დასრულდა მოწმეების გამოკითხვა და დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი ბატონულევან. წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ახლა პირველ ეტაპზე დაცვის მხარე მუდმივად ამბობდა, რომ არც ერთ მიყვანილ მოწმეს, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლო პროცესზე, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ წარუდგენია და მათ არ ჰქონდათ არაფერი, რითაც შეიძლებოდა ბრალი ვინმესთვის დაედოთ. რა ხდება წერილობით მტკიცებულებაში, რომლის გამოკვლევაც დაიწყო ახლა სასამართლომ? რამე მტკიცებულება დანაშაულის შესახებ დევს თუ არა პროკურატურის ბრალდების საქმეში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მაყურებელს მივესალმები. თქვენი კითხვის საპასუხოდ გეტყოდით, მამუკასთან და ბადრისთან დაკავშირებით, ვიტყვით, რომ იმათ წარმოადგენენ როგორც ადვოკატი ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად მოდი ასე ვთქვათ, რაც არ არსებობს დანაშაული, ვერც ერთ სასამართლოს ამ შემთხვევაში ეტაპზე ეს იქნება ზეპირი, წერილობითი, ვიდეო მტკიცებულებებით, რაც გინდა დავარქვათ, რისი გამოკვლევაც გინდა დავარქვათ, ვერც ვერავინ ვერ მოიტანს, იმიტომ რომ საქმეში დანაშაული არ არსებობს, ეს არის პირდაპირ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა, მაგალითად პოლიტიკოსების და გამოვყოფთ ახლა ჩემი პარტიის ლიდერებს, ხო? მაგალითისათვის ახლა თქვენ მაგა გეცოდინებათ, რომ რაც ეს ადამიანები პოლიტიკაში შემოვიდნენ, წელიწადი არ გასულა, რომ ამ ადამიანების მიმართ არ მიმდინარეობდეს პოლიტიკური სისხლისამართლებრივი დევნა. ღიად გამოცხად, მაგრამ ყველაფერი მინახავს, 20 წელზე მეტი ადვოკატი ვარ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ესეთი აი ღიად პოლიტიკური დევნა, სადაც პირდაპირ იკითხება, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და თქვენ თქვით ადვოკატებმა შეარქვეს და საერთოდ ამ საქმეში შევარქვით ჟესტიკულაციის სისხლისამართლის საქმე. პირველად ვნახე ხალხო, რომ მოწმეები საუბრობდნენ, რომ აი მაგალითისათვის ბადრი ჯაფარიძე თავს და ხელს ასე ან აქეთ გადააქნევდა ან ხელს და თავის მოძრაობით, ისინი ხვდებოდნენ, რომ შესაძლოა ის დანაშაულებრივ მოწოდებას აკეთებდა ჟესტებით, ან ხელით, ან თავით მოძრაობით. არ გჯერავთ, ახლა გიყურებ და ვიცი, რომ აი დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მე თვითონ ვნახე ეს ყველაფერი. ამ სისხლის სამართლის საქმეში დევს ხალხმა ეს ყველაფერი. ეს არ არის მოგონილი. ცუდია, რომ და ამის ასე თქვა გაშუქება არ ხდება მედიით, მაგრამ და ვერ ხდება უბრალოდ მედიით, მაგრამ ეს ამ სისხლის სამართლის საქმეში დევს, ხო? იმ ბადრი ჯაფარიძეს, ან მამუკა ხაზარაძეს, ხო, თუნდაც ორივესთან დაკავშირებით არის ხელების მოძრაობა და ასე შემთხვევაში, იმიტომ ვერ იარსებებს ბუნებაში მტკიცებულება, ხო? არ ყოფილა ამის მოძრაობა ან წარბისაწევა როგორ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულება? ახლა მე თუ გამეღიმა ეს მტკიცებულება შეიძლება არ გამოურიცხავ ამ საქმიდან გამომდინარე ღიმილით შეიძლება დანაშაულად ჩათვალო. ამას მე უკვე არაფერს არ გამოურიცხავ, ხო? მე მქონდა კითხვა იმ ადამიანებთან, რამე ამ ჟესტებით ან რაღაცა თავის მოძრაობის თუ ხელის მოძრაობის ენა თუ კურსები გაიარეთ რომ ამოიცნოთ, კაცო, მეთქი ამასთან დაკავშირებით, ან რამე სპეციალური კურსები გაქვთ? არა, არავის არა, გუნებრივად არც იქნება, ხო? ამის კურსები. ანუ აქედან გამომდინარე რა არის? იცი ეს მოწმეებზე ვსაუბრობთ. ახლა მოდი გააქვთ მე მგონი და მოგიყოლ. აი მოწმეებზე ვსაუბრობ. მოწმეები ამას გვეუბნებიან, რომ მათ ეს რო დაინახეს, შემდეგ ეს აღიქვეს. ხო წარმოგიდგენიათ? აღიქვეს და მათი აღქმიდან გამომდინარე ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულებები ეს არის, მათი აღქმიდან გამომდინარე ეს მოყვეს და გადმოცეს და შემდეგ ეს ადამიანები არიან ბრალდებულის სკამზე, პოლიტიკური ბრალდების სკამზე, ხო? ამასთან დაკავშირებით. თქვენ და მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ ამ საქმეში ასევე ბრალდებულია ბადრი ჯაფარიძე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენით აღძია ხელი მოწერილი, ხო? გახსოვდა მაშინ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, შემდეგ ზვიად გამსახურდია მთავრობა, როგორ ძალით ჩამოაგდეს და რა უბედურება დაარტყდა ხელისუფლებას, ხო გახსოვთ არა? და რა მოხდა და რა მძიმე სიტუაცია გაიარა ქვეყანა. იგივე ხალხიან მათი მეგობრები და იგივე წრე დღეს ცდილობს რომ ისევ ბრალდებული სკამზე იყოს ბადრი ჯაფარიძე. იგივე ხალხი დღეს ცდილობს რომ იგივე ამ შემთხვევაში ისევ ბრალდება იყოს და ისევ პოლიტიკური დევნის ქვეშ იყოს, ხო? აი ამაზე არის საუბარი ამ ქვეყანაში, მაგრამ არ მიღებულა ლუსტრაციის კანონი.
ერთადერთი პრობლემა. ლელო ამაზე ხშირად საუბრობდა და საუბრობდა. ლუსტრაციის კანონი რო ყოფილიყო მიღებული და ლუსტრირება გარკვეულწილად რომ მოხდარიყო, ხო? დღეს ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდი. დღეს ასეთ სიტუაცია, ესე რუსეთის წარმომადგენლობაზე ვერ იბოგინებდა ქვეყანაში. აი ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის. აი ეს მინდა გითხრათ მაგა. და დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხო დღეს მეგონა თავი რომ რაღაც USAID-ის სასამართლო ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ვიყავით. ძირითადად გვაქვს შესაძლებლობა თქვენს მიერ გამოტანილი ინფორმაცია გავიგოთ ხოლმე რა ხდება სასამართლოს ხომაზე. აი დღეს რითი 20 წელია იურისტი ვარო თქვით და ასეთი არაფერი. აი სამართლებრივ ნაწილში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე და მტკიცებულებად არის ჩადებული რაღაც, რითიც მოსამართლეს უნდა დაუსაბუთონ, ბადრი ჯაფარიძე იქნება, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე თუ მამუკა ხაზარეც თუ სხვები, ჩადიოდნენ დანაშაულს. ეს არის საბოტაჟის ნაწილი, ხო, ალბათ მტკიცებულებათა წერილობით გამო. აი, რას წერენ? სად ჩაიდინეს და სად გამოჩნდა საბოტაჟის მცდელობა თუ საბოტაჟიო? აკა დავიწყე და ისე ვიტყვი, რა ვერაფერს ვერავინ ვერ დაწერს, ვერავინ მტკიცებულებას ვერ მოიტანს იმისას, რაც არ მომხდარა ბუნებაში. აქედან გამომდინარე, მსგავსი რამ არ არსებობს, შეიძლება ვინმე თქვას ადვოკატი ხარ, იცავ და საუბრობ, მაგრამ ხალხო მსგავსი რამ არ არსებობს, ვერც იარსებებს მსგავსი მტკიცებულება. ახლა დღეს საუბრობდით USAID-თან დაკავშირებით, ხო? ნუ გვეუბნებოდა პროკურატურა რაღაცა წერილობით მტკიცებულებებს აქვეყნებდნენ. სხვადასხვა სტატიებს, არა უცხოურ სტატიებს თუ საქართველოში, რომ ცუდია USAID-ი საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით. რა კავშირი აქვს ამათ ბრალდებულებთან? მარტივი რა კავშირი აქვს ჯერ ერთი ბრალდებულებთან. შემდგომ აი აგერ შემიძლიათ ახლა მტკიცებულებების სახით წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ინფორმაციები არის გაჟღელებული ოფიციალურად პროკურატურის ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საქმიანობას თუ სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა თანამშრომლობდა იგივე პროკურატურასთან, თუნდაც 2024 წელს იგივე USAID-ი, ხო? ხა დავსვათ კითხვა 2024 წელს სხვისთვის თუ იყო ცუდი, მათთვის არ ყოფილა, ხო, ცუდი? ხო, სანამდე მივდივართ, ხო, ეს ხო ზღაპარია ყველაფერი, აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. მე სისხლის სამართლის საქმეში პირველად ვნახე ხალხო, საფეხბურთო ნაკრებები გამიგია. სხვადასხვა კლუბების, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს იცავენ სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში თუ სისხლის სამართლის საქმეები და ნაკრების ვნახავდი დღეს არ მეგონა. უბრალოდ და რავს გულისხმობს სხვადასხვა გეცინებათ, მაგრამ ესეა ხალხო, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმიდან მოტანილია ბრალდებულად ცნობის დადგენილებები, ვიღაცების გამოკითხვის ოქმები, ისე რომ ამ საქმეში საერთოდ კავშირი არა აქვს ამას, ამ საქმესთან ვიღაც დაზიანება მიიღო აქციაზე ვიღაც ადამიანებმა, ან ვიღაცის ბრალდების საქმეა, ან ვიღაცის დაზარალებლად ცნობის საქმეა. ამ საქმეში არც დაზარალებლად არავინ არ არის ცნობილი, არც გამოკითხულები არიან ეს ადამიანები. ისმის აბა რატომ დევს ამ საქმეს? ისმის, იმიტომ ლაპარაკობ ნაკრებია თქო. იურისტისთვის მაგა აუხსნელია, სამართლებრივად აუხსნელია ეს ყველაფერი, ხო? კავშირი თუ გამოკითხვის შესაძლებლობა თუ გქონდა, რატო არ გამოკითხე ამ შემთხვევაში? კავშირი და რატო არ დაადგინე ამ საქმესთან კავშირი? მაგრამ თავარი რა არის, იცი? ქართული ოცნების პირდაპირ ღიად, ამან ხო ლაპარაკობთ პოლიტიკურ დევნაზე, მაგრამ პოლიტიკური მიზანი აქვს. ამას ხო პოლიტიკური მიზნობრიობა აქვს, როდესაც ამ ხალხს პოლიტიკური ბრალი წაუყენეს და უყურეთ რა არის? გაცხადებული მიზანი არის, რომ დევნა პოლიტიკური ლიდერების მიერ და აკრძალვა პოლიტიკური პარტიების. ეს ხო ჯერ კიდე მაშინ თქვეს ხო რა არჩევნებამდე ბიზნესმენებმა ამის შესახებ. მე ქართული ოცნება გამოვიდა და საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს სარჩელი. დიახ, მაგას სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში. შემდეგ ამ საქმეზე სული აბსურდი. ვისი განცხადების საფუძველზეც დაიწყო, საერთოდ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ რო დავკითხეთ კაკაბაძე, შაქარაშვილი თუ სხვები, რო დავკითხეთ ამ საქმეზე, პირდაპირ საუბრობენ, რომ მათ აქვს ინტერესი ამ სისხლის სამართლის საქმეზე. მომჩივანებს გულისხმობთ ნეიტრალური საქართველოს მაყურებლის გავლენა გაუქმდეს, თურმე თუნდაც ჩემი პარტია და სხვა პარტიები. ანუ პირდაპირ აქ დაუფარავია ეს ყველაფერი. აქ პირდაპირ არის და პირდაპირ იკვეთება ქართული ოცნების სურვილი, რომ ამ საქმეში მოასუფთავონ ველი მოკლან პოლიტიკა ამ საქმეში. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაკა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ზეწოლა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხო, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით ვიყოთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემები მივიტანოთ. აი დღეს ჩემი პარტიის ლიდერები, ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხაძე, ოთო ფარლოვა კახეთში ხვდებიან მოქალაქეებს და მათ პრობლემები. რატო საუბრობ, იცით? აქეთ ეს ხო ხდება. მაგრამ ჩვენი ყველა კანონიერ ფარგლებში
ჩვენს ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გვერდით ვიყოთ. სასამართლოს მინდა რომ დაუბრუნდეთ, თქვენ თქვით რომ ნაკრებიაო სისხლის სამართლის საქმეებისა და სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან დევს ვიღაცის ჩვენება, ვიღაცის დაზარალებულად ცნობა და მე გკითხეთ რა შუაშია ამასთან და არ ვიციო. ეს კითხვა სასამართლოზე მოსამართლეს არ უჩნდება ბატონო ლევან რომ აი ვიღაცის დაზარალებულად ცნობა საქმეში რომ ჩამიდე რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის რატომ ჩამიდეთ ეს დაზარალებულად ცნობა ამ საქმეშიო ან ეს ჟესტებზე ვით როგორ გაიგეთო უყურეთ მაგრამ როგორ არის ამ საქმეს აქვს ეტაპი სხვადასხვა ეტაპები და ეს ეტაპები გადალახა ეს არის წინა სასამართლოს თომის ეტაპი ან მანამდე ეტაპები და აქედან გამომდინარე მოსული ვართ აქ ამ ეტაპზე ვართ მოსული აქ თავარია შემდგომ სრას სამართლებრივ საბოლოო შეფასებას მიცემენ და თქვენ ისეთ ამბავს მიყვებით რომელსაც რაც ხდება რეალობაში მესმის და ჩემთვის თქვენთვის ხო დაუჯერებელია ჩემთვისაც დაუჯერებელი იქნება და ვინმეს რო ეთქვა რომ საკუთარი თვალით არ მენახა ხო საკუთარი თვალით არ მენახა მე ვხედავ რას იცით აი 37 წელი წარმომიდგენია უკვე როგორი იყო თავის დანოსჩიკებით აი პირდაპირ თავის დანოსჩიკებით, თავის აი ამ ყველაფერით როგორც ხდებოდა. აი ეს 37 წელი გამიცოცხლდა. აი ამას ვუყურებ. აი 37 წელს ვუყურებ. მაშინაც ხომ იმდინარეობდა ოპონენტების ყველა შესაძლო მეთოდით ამ შემთხვევაში განადგურება. დღესაც ასეა, ოღონდ სხვაგანა ვარ, სხვა ეპოქაში ვარ და სხვა უფრო ცივილური თუ მოდერნიზებული მეთოდებით მიმდინარეობს. დევნა პოლიტიკური მოტივები. მოლოდინი როგორი გაქვთ, იმიტომ რომ კვირაში 2-3 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არის მოლოდინი რომ სწრაფად უნდა დასრულდეს ეს სისხლის სამართლის საქმე. რა განაჩენს ელოდება დაცვის მხარე აი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც სასამართლო დარბაზში უყურებთ? კი ბატონო. პირველ კითხვასთან დაკავშირებით, ვადებთან დაკავშირებით, გეთანხმებით, რომ აი დღეს პროცესი გვაქვს, ხვალ ზეგ ყოველ ესეთი პროცესი, ესე მიმდინარეობს პროცესი. ზუსტად როდის დასრულდება პროცესი, ამის ახლა პროგნოზირება ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ ნახოთ, ჩვეულებრივ ვუყურებთ, რომ მიმდინარეობს შქარა პროცესები, მიმდინარეობს, კი ბატონო, ვუყურებთ ამას და ყველა ჩვენ ჩვეულებრივად ვიყვებით ამ პროცესებს. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად რა მოლოდინი გაქვთ, როდესაც საუბრობთ პოლიტიკურ ბრალდებაზე, პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეზე, მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ თუ სამართლებრივად ამას შევხედავთ, ხო, სამართლებრივად შევხედავთ, ოდნავ სამართლიანობის პირობებში გამორიცხულია ამ ადამიანების ამ შემთხვევაში გამტყუნება, მაგრამ მოდით გავყვეთ ამ პოლიტიკურ ამ შემთხვევაში სარჩულს, ხო, ღიად არის ეს პოლიტიკური სარჩული. ამ საქმეზე ოდნავ ობიექტურობის პირობებში არც გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. უბრალოდ გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. არც შემდგომი ეტაპები უნდა გადაელახ, არც ბრალი არავისთვის არ უნდა წაეყენებიათ და დღევანდელ ამ ეტაპამდე არ უნდა მივსულიყავით, მაგრამ მოვედით, აი ახლა ამ ეტაპზე ვართ. აი ეს მინდა გითხრათ, აი ესეთი სიტუაცია დღეების მდგომარეობით. მადლობა